ეს ყველაფერი ჩვენთან ძალიან ახლოსაა, თუმცა ვერ ვამჩნევთ. თუ რამხელა ისტორიას მალავთ თბილისთან 20 კილომეტრის რადიუსში მყოფი ადგილები. დღეს მარტივ, მაგრამ ძალიან ისტორიულ ადგილებში გამოგზავნებთ. გამარჯობა, მე ვარ ვერიკო და დღეს მივყვებით ველოსიპედის. ეს არის ჩვენი პროექტი, გაყევი ველოსიპედს. მივდივართ იქ, სადაც წაგვიყვანს. ოღონ არ ვიცით, სად მივდივართ. ვიცით მხოლოდ დრო, ვიცით შეკრების ადგილი და ვიცით ხანგრძლივობა. სხვა არაფერი არ ვიცით. თქვენი დღევანდელი გამყოლი იქნება მამუკა ციკლაური. სად მივდივართ? თუშეთში. დავარაუდო ჩემს 4-5 საათი დაგვჭირდება თავის იმ რაღაცეების ნახვით, რიცამას გათვალისწინებული და მოკლედ რა ვთქვა, ეს იქნება შემოდგომის და წარსულის რაღაცა ერთობლივი დათვალიერება და ნახვა რა. სასაცილო ეს არის, რომ მარტო მამუკა მიცის გზა და დანარჩენა ხალხი არ იცის. გამაბრაზეთ, გავიქცევი და დარჩები თქვენ. 7 ადამიანი მამუკას მივედენ და გზას გავუყავით. გავსით თბილისს. აქ უკვე მიახლოებით მონახაზი შეიქმნა თუ სად შეიძლება წავიყვანოთ. ზედაზეზე გადახვევის დროს თითქოს სასახა გახდა სადაც მივდიოდით, მაგრამ ამაოდ. ზოგადად ეს არის რუსული იდეოლოგია, რომ ამ კაცზე მაშინ როგორც ეხლა ხდება, იყო მემამულე, ბატონი, გლეხებს წყალს არ აძლევდა ტყიდან ფიჩხის გამოტანის უფლებას, მოკლედ ძალიან ცუდი იყო და ხალხში შექმნეს ისეთი აზრი და ისეთი ის, რომ ბოლოს მოკლეს კაცი. რომ მოკლეს, მერე გააღმერთეს. ბოლოს ამ დამლებად წმინდანათაც კი აღიარეს, მაგრამ სინამდვილეში თავისივე იდეოლოგიით მოკლეს. ხო და გუშინ იყო ამ კაცის დაბადების დღე და ვთვლი, რომ საქართველოში არის პიროვნებები, ერთეულები და ადგილები, რომელთა გვერდზე ჩავლა, თუ კი გაქვს საშუალება და არ მისვლა, არაფრით არ შეიძლება. ერთი და უპირველესთაგანი შოთა რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას და ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებით ალბათ მე ეს სამი უდიდესი ადამიანი მიმაჩნია ქართული აზროვნების და ზოგადად ყველანაირი სახელმწიფოებრივი, პოლიტიკური, ემოციური, სულიერი, კულტურული ეს სამი ადამიანი ალბათ ქმნის ქართულ ერს, მის ყველაფერი მენტალიტეტს. ამ გზაზე არ ვარ საერთოდ ნამყოფი. 7 ძალიან ლამაზი გზა არის. ის სადაც მოკლეს და ის ცნობილი ფრაზები თქვა, არ მესროლოთ ილია ვარ. ეხლა კიდე არ წაიქცეთ რა ველოსიპედებზე ვარ. ეხლა თქვენი ვარაუდები აბსოლუტურად ირღვევა და მივდივართ სხვაგან. ბაზალეთი საიტია. მე ბაზალეთი მგონია. ზედაზერი გაიარა. გითხარი, დასავლეთი, აღმოსავლეთი. სამხრეთ, დასავლეთ, აღმოსავლეთი. ჩრდილოეთი. გზად ჯერ ნატახლისკენ გადავუხვით, შემდეგ კი წილკენსკენ და ეს გადახვევა იმდენად მოლოდნელი იყო, რამდენიმე გასცდა კიდეც გზას. რა თქმა უნდა, ენერგიებიც შევისეთ, რადგან წინ ჯერ კიდევ საიდუმლო გზა გქონდა. ზიგდან გადავუხვეთ მარცხნივ. ისეთი გზა სანჩი გადავუხვია და ვერალდები. მამუკა გვეღადავება მგონია, რომ სადღაც უბრალოდ გადავუხვას. სად ვიყავართ? ეს არის მოკლედ აეროპორტი ნატახტარი, ესე ვქვია, ფუნქციონირებს ადრე, ძალიან ადრე, სანამ ის თბილისის აეროპორტიც ააშენეთ, აქ იყო არა ამ ადგილას, მაგრამ ამ გზაზე იყო რა. კარგი აეროპორტი იყო იმ თვალსაზრისით, რომ კომერციულიც იყო, რაღაც გაქირავებები, ფრენები, რაღაც მოკლედ კარგი იყო რა, ტურისტი იყო სხვათა შორის საკმაოდ. კარგით, ეხლა მივდივართ ერთ მაგარ ადგილას. აბა წავედით. ყურადღებით ეხლა არის ყველაზე ერთ-ერთი ეს მე მგონი ვაფშე ზონა გახადეს რაღაც. ხო და აი ყველაფერი აქ შენდება, თუ კი რამე ლუდის წარმოება, კამფეტი, აი ლიმონათი, ხილიანი. დამბეჭდავი აეროდრომის შემდეგ ისევ უცხო გზაზე გადავუხვით, სადაც მამუკა ცხოვრობდა და თავისი ემოციები გაგვიზიარა. ამ ადგილებში ალბათ ჩვენით არასდროს მოგწოდებით, ამიტომ ყოველი ახალი ადგილი, თუნდაც ამისთვის ბევრი აღმართის ავლა საჭირო, საინტერესოა. ამოუცნობით დანიშნულებისგან გზა ისევ გავაგრძელეთ. თავი წილკანსა და მუხნაში ამოყავით, სადაც ძალიან საინტერესო ადგილებს ვეძღვნით. ეს არის ერთ-ერთი 13 ასურელთაგან აბო წილკნელის სახელობის ტაძარი. სტატუსები აქვს ტაძრებს, სადაც აი ეპისკოპოსი არის რა, ზიის იმის რეზიდენცია. ერთ-ერთი არის ეს 13-თაგან. ბევრჯერ არის გადაკეთებული, ეთხოვა კიდეც ვიზუალურად რა, არასიმეტრიული ფრთები აქვს.
ესეც მიშენებული ეთყობა, მაგრამ საერთო ჯამში მაინც შენარჩუნებული აქვს პირვანდელი სახე. თუ არ ვცდები მე-11-მე-12 საუკუნის უნდა იყოს რა. ხშირი იყო აქ შემოსევები რა, იმ ლეკებს რო ეძახიან მათ შორის. აქ იმაშვებოდნენ ხოლმე, აფარებდნენ რა ეს გვერდითი სოფლები თავს რა. ძალიან ლამაზი ჩუქურთმები, აი დააკვირდით ძალიან ისეთი მოკლედ ძალიან კარგი ტაძარია რა. ხო და მინდოდა რომ ესეც გვენახა. შენი აზრით, როცა დავიწყოს ტური, სად გიგონა რომ მამუკაც აგვიყვანდა? აქსნის ხეობაში სადმე. იმიტომ რომ ცხეთას მოვყარი ყური და ცხეთა გავიარეს, მაგრამ სხვა მიმართულებით. წილკანში თუ მოხვდებოდით არ მეგონა. საერთოდ აზრზე არ ვიყავი სად მიდიოდი და წილკანი მქონდა ვარიანტად, მაგრამ დავაიგნორე რა. სხვაგან მეგონა მეც. ყველა ვარიანტი ჩავს დარწმუნებული ვიყავით რომ უტას გავუვლიდით გვერდს და მე რაღაცა იქეთ წავიდოდით. მე მეგონა აუცილებლად რომ ცხეთაში გაგვეტარებდა, მაგრამ იმედი მაქვს რომ უკანა გზაზე გაგვეტარებს, მაგის garaში არ ჩაატარებს თავის დროს და დღეს და მეგონა რომ ეს ხვარი ჭამის მონაკვეთზე ეს საგურამოდან გადაგვიყვანდა. მაგრამ ძალიან შევწდი. იქ არის ბასეინი. აი ეს ყველაფერი არის აბანოები და ისენი. სხვათა შორის, აი ეგ არის დიდი ბასეინი, რომელიც ითვლება ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბასეინად რა. მაგხელა ბასეინი არ არის შემორჩენილი არსად. არც ანტიოქის, არც თურქეთის ტერიტორიაზე არსად რა. აი ეგ არის შემორჩენილი. შემოდიოდა ბუნებრივი წყალი, იქა თბებოდა და თბილი წყლის აბაზანებს იღებდნენ. იყო როგორც სამეფო. ხო, იყო როგორც სამეფო, ისე როგორც საერო. ქვემოდან ხო, კატაიმგენით. და აი იმ შენობაში რაც გადახურული შემონახულია მოზაიკა, აი ეს სურათი რაც არის დიონისე და მისი ისა რა, ერთ-ერთი უნიკალური მსოფლიოში ითვლება ძალის. ეს ქალაქი არის მონღოლების დროს გაჩანაგდა, მონღოლების შემოსევამდე ფუნქციონირებდა და ითვლებოდა საკვანძო ქალაქად, აღმოსავლეთიდან მომავალი ისა ტვირთები ყველა აგადიოდა რა და ძლიერ ქალაქად ითვლებოდა რა, მოკლედ რა ძალიან რა. როგორი ფენსი პარკინგი გვაქვს აქ. ეს არის მოკლედ სასახლე, მუხრან ბატონის სასახლე. აი ამის უკან იქ არის ღვინის მარანი, ძველი მიწისქვეშა მარანები არის, სადაც ახლა ტიბისი ჯგუფი აწარმოებს რა ღვინოებს, ძალიან ცნობილი კაი შატო მუხრანის ღვინო წარმოებდა, თავისი ვენახები აქვს, აი იქ ნიმუშები არის, იქით სულ იქითაც სულ ვენახები არის, ძალიან იშვიათი ჯიშები და საკმაოდ კარგი. არის რესტორნები, ახლა იმართება ქორწილები, ივენთები, ასე ვთქვათ. კაი დრონის გადაღებები მიდის ხოლმე და სხვათა შორის აპირებდნენ მუზეუმის გაკეთებას. რამდენად გააკეთეს და შეგვიშვებენ მე ეჭვება. ეს სხვათა შორის ამის ისტორია არ არის კარგი ისტორია საქართველოს ისტორიისთვის. ცოტა უფრო მერე რუსიფიკაციას მიყვნე. ძალიან საინტერესო ადგილებში გვატარებს მამუკა. ვაუ! მუხრანი კიდე ცნობილია იმით, რომ საკმაოდ დიდი სოფელი იყო ოდითგან. იმიტომ იყო ეს სამეფო ისენი და ბევრი ისენი ცხოვრობდნენ აქ, სომხები. ეს არის სომხური ტაძარი. ვა, შეიძლება ყოფილა გადაღებული. ვა, რა მაგარია. შიგნით არის ძალიან ლამაზი ტაძარი და ძალიან დიდი ეზო. ესეც იგივეა, შემოსევების დროს სოფლელი ესენი შედიოდნენ აქ. აი საყდარია, ახლა გააკეთეს, აი იქიდან შეგიძლია ის ახვიდე ზემოთ ეს გალავანიც გაუკეთებიათ. კიდე გავადეს მერე დათო. აი რაღაცა ხდება. ბაგრატიონი, ნიკო ბაგრატიონის სასახლეა, ახლა კიდე თავი გადაწყვეტეს, რომ ავადგინო და ეს ნიკობული ბევრად უფრო ცნობილი. გამარჯობა. ბევრად უფრო ცნობილია თავისი ქმედებებით, ვიდრე აი ეს მუხრან ბატონსკი და რაღაცა ის იყო ჩვეულებრივი ქართველი მუქეიფე და რაღაცა რუსი და კუსი ასრულებს ჩემს სურვილებს. ანუ ყოველთვის მინდა რომ როცა ვხედავ იმ დასაზეთი აქ ჯაჭვით დაუზეთო და
ამ ტრმა შესანიშნავად ჩაიარა, გავიარეთ ულამაზესი გზები, ვეწვეთ საინტერესო ადგილებს, გავერთეთ ვისი ამონეს და ვფიქრობდით, მამუკა არ ჩაივიდა თავისი საყვარელი ადგილის გარეშე და ეს მართალიც იყო. ვეწვიეთ მამუკას უტას. ცხეთაში ვართ. მამუკამ რა თქმა უნდა ტრადიციულად უნდა მიგვიყვანოს ალბათ უტასთან. ამიტომ გადაღებაში იმდენი განეკარგა სად არის ნახე არ ვიცი. შეატრიალი ერთი წუთით ხო ვამბობდი უტას ვეჭველი ვნახავთ თქვა. ვეღარ გააშვებინეს და სიხარულისგან გაუსკდებული მოკვდა და იმითივე დაკრძალეს რა. კვართი, ხო, ქრისტეს კვართი, ანუ ის რომელიც ეცვა ქრისტეს როცა ჯვარზე გააკვრეს, ნუ ლეგენდით ეგრე არის და რაც შეეხება უტას, უტა ეს არის ლიტერატურული პერსონაჟი კონსტანტინე მამუკას უტა. მამუკას უტა. ხო და კონსტანტინეს მოგონილია ეს არის ფანტასტიკური ადგილია ესა. რაღაც ზღაპარია, აი რა ვიცი. ეს არის ჩემი აზრით, აი ალბათ მართლა სიმბოლოა რა საქართველოს რაღაცა თავისი სიდიადით, ისტორიით, მშვენიერ სისადავით. ამას ანაცვალეო ჩვენი ურთიერთობა და თელი სიცოცხლე და განა სვეტი ცხოველი მარტო ქვა არისო, მართლა ეს არ არის მარტო ქვა და ის რაღაც შენობა. ეს არის რავი, თელი ისტორია და ისტორიასთან ერთად მე ვიტყვი რომ ეს არის მართლა ქრისტეს სიყვარული ეს ძალიან ესეთი არ არსებობს. ჩემი განწყობა ესეთია სამის მიმართ.